გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ქარსაცავ ზოლებში ხანძრების ხელოვნურად გაჩენის პრობლემები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ამ მიმართულებით საკანონმდებლო მექანიზმების შემოღების აუცილებლობასა და ალტერნატიული მეთოდების დანერგვის შესაძლებლობებზე ესაუბრა. შეხვედრა სატყეო პოლიტიკის სამსახურის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი ექსპერტებიც, ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ გაგვიზიარეს ასევე საერთაშორისო პრაქტიკაც და მზად არიან შემდგომ ეტაპებზეც მიიღონ აქტიური მონაწილეობა ამ პრობლემის აღმოსახვევად. მზადდება საკანონმდებლო აქტები და იმედს გამოთქვათ, რომ უახლოეს მომავალში დავარეგულირებთ აღნიშნულ პრობლემას. ჩვენთან ეს ტყის ხანძრების კონტროლი, დონე არის ძალიან დაბალი ჩვენთან და ძალიან კარგია რომ ეს შეხვედრები ტარდება.